რუსეთი ოკუპანტია, გულელია. ნანი? お前はもう死んでいる。 Hey, მოგესალმებით ძმებო ახალ ვიდეოში. იმედია კარგად მიდის თქვენი ზაფხული, ან არ მიდის კარგად, არ ვიცი როგორც მიდის. თავარია რომ ცოცხლები ხართ და ჯერ სრულჭკუაზე ხართ. თუ ამ ვიდეოს უყურებთ, მეგეც არ ვიცი უკვე. დადი დაისვენეთ ხალხო რაღაც ესა ზაფხულია ცხელ-ცხელა ბუღიაზდის ქალაქს. ვაიმე ღმერთო, რა დავაშავე. რამოდენიმე დღის წინ გკითხეთ Twitter-ში, ლინკი აღწერაშია. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში გინდოდა თუ არა ვიდეო. 55%-მა უარი თქვა, 55%-მაც უარი თქვა, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ ხდება როგორც გინდათ, ასე რომ ხო, მოგესალმებით. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლეთში ვიყავი გადახვეწილი, კერძოდ ზღვისპირეთში, კოლხეთის დაბლობზე, გეოგრაფია ვიცი და ამბები. კოლხეთის დაბლობი ვინც არის ის გაუნათლებელია. ამ წამს მინიმუმ ნახევარ მსოფლიოს გაუნათლებელი უწოდე, რაც მართალია. მაგრამ არა უშავს, მე განათლებაზე არ უნდა ვსაუბრობდე. განათლებისთვის პროვოკატორი ყავს, რომელიც იტყვის, რომ ქვეყანა ნაგვითაა სავსეო ან რაღაც მკვდარ სომეხ ბავშვზე გაიღადავებს და მთელი ქართული აუდიტორია მოკლედ ზღვაზე ერთხელ ვიყავი მარტო და ისიც 2008-ში ჩავედი და ომი დაიწყო ეგრევე. ვერ გეტყვით რომ იგივეს იმედი მქონდა რომ ჩავდიოდი, მაგრამ it would be very nice. მოკლედ ნახე ქობულეთი, ბათუმი, ფოთი, საინტერესო ქალაქებია, მიუხედავად იმისა რომ გასაკეთებელი დიდად არაფერია, არც ლამაზი არა არც ერთი. კი, თქვი, ზუსტად ეგ თქვი. ბათუმი ლამაზი არა. მომინდომი საკუთარო ბარსელონა. მოკლედ ის ვიცი რომ სხვა ქალაქებიდანაც მიყურებენ, ასე რომ ესე ვიტყვი რომ არ გეგონოთ ის რომ თბილისური ლამაზ ქალაქად ან რაღაც ეგეთი. უბრალოდ ეგრე არის. ასევე ღმერთკაც დავადგი ფეხი გულზე. კაცმა დიდგორი მოიგო და კიდე მე უნდა დავადგე ფეხი. მოვინახულე პრომეთეს მღვიმე, ძალიან ლამაზია. ვეცადე სურათები გადამეღო, მაგრამ ჩემი დებილი ტელეფონი დიდხანს ანდომებს ფოკუსს და თან ბნელოდა და სინესტე იყო ისეთი რომ მე შინოდა არ დავცურებულიყავი ან რაღაც ეგეთი. ცნაურია. ანუ suicidal joke-ებს ვაკეთებ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება მეშინია სიკვდილის. მაგრამ არ მეშინია. What? მოკლედ გადავარდე სხვა თემაზე. ასევე თქვეს რომ ვიდეოების გადაღება არ შეიძლებაო და რა გავაკეთე ვიდეოები გადავიღე, იმიტომ რომ სურათს ვერ ვიღებდი. მოკლედ სულ ტურისტები იყვნენ, თან რუსები და მხოლოდ ორი ქართული ოჯახი ვიყავით ჩასული. და მოკლედ მეორე ქართული ოჯახის მდედრი რომელიც იყო, საზიზღრობა, მოკლედ ვერ ვიტანეს ადამიანებს. გიდი იძახის რომ speech კითხო ფლეშით, ანუ სურათს რო იღებ და რო ანათებს რა. მაგით არ გადაიღოთო რა, იმიტომ რომ რაღაცები შეიძლება გაიზარდოს და რაღაც ფოტოსინთეზი და მთელი ამბებიო რა და ქალი დაადგა უღებს სურათებს რა. ფოტოსესია მოუწყო ბავშვებს. აი რა უბედურებაა, რატო? მაგრამ რას ვიზავთ ხა ყველა ნორმალური ვერ იქნება ხო სამწუხაროდ. შეიძლება ცოტა ჰიპოკრატულად გამომივიდა ახლა. ანუ ორივე ერთგვარი წესები დავარღვიეთ. საქმე იმაშია რომ განსხვავებული წესებია. სპიჩკით სურათის გადაღება აზიანებს ინტერიერს და ასე შემდეგ. რამოდენიმე მილიონ წლიანი ევოლუციის შემდეგ და ასე შემდეგ აფუჭებს ყველაფერს. ხოლო ვიდეო არ გადაიღოთო, იმიტომ თქვეს რომ ინტერნეტში ხო არ დადებ რა, ეხლა და ყველა იქნახავს აღარავინ აღარ მივა რა, ხომ ხვდებით. და თან უნდა შეიგრძნოთ რა, ანუ მარტო ეს ვიდეოთი ვერ გადმოიცემა ეს მთელი სილამაზ და ასე შემდეგ. ის კი გითხრას რომ 15-20 წამიანი ვიდეოები გადაიღეთო. ასე რომ ხო, ბოლომდე არ აუგზავნოთ რა მოკლედ ეს ყველაფერი. ასე რომ წესი ფაქტობრივად მე არ დამირღვევია ამ ქალისგან განსხვავებით და ეს ქალი არა მარტო წესს არ ღვევდა, არამედ რისკავდა იმას, რომ შთამომავლობას ეს ულამაზესი ქმნილება არ შემორჩებოდა. ასე რომ უკვე მეორე გაფრთხილების შემდეგ თან უთხრეს რომ კიდე ერთხელ თუ განმეორდება უკან შებრუნდები და წავხელთო, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ორივე გაფრთხილება არ უნდა დასჭირებოდა, იმიტომ რომ დასაწყისში ორჯერ გაიმეორა ამ ბიჭმა. რას ვიზავთ? მოკლედ ახლა ფოტოებს გადავხედე და რამოდენიმე ისეთი ფოტო გამოვიდა, რომელსაც მხოლოდ კოშმარში ნახავთ. ეს ყველაფერი ისე გადავიღე, რომ ალბათ არც უყურებდი, აქეთ-იქით ხელს ვაქანაობდი, თან დავდიოდი აქეთ-იქით მოკლედ. პატარა ვიწრო ბილიკი არის და ისეთი სინესტეა, რომ გეშინია ან ახლა დავცურდები, ან ახლა თან ბილიკზე სუსისველია რა მოკლედ. მაგრამ არ არის ესეთი დაქანება რომ დაცურდე რა. ასევე რამოდენიმე კარგი სურათი გამომივიდა, მაგრამ სურათებით აღარ მოგაწყენთ თავს. მოკლედ საერთო ჯამში სახლიდან გასვლა კარგი იყო, და შემიძლია ვთქვა რომ იყო very nice.
და როგორც იქნა მიზეზი მაქვს, რატო არ წერდი ვიდეოს. რამდენიმე თემა ისევ დაგროვილი, მაგრამ არ მინდა რომ ამ ვიდეოში ავურიო. უბრალოდ თვალი ადევნეთ არხს, რამდენიმე დღეში ალბათ დაიდება კიდე 1-2 ვიდეო. ვიცი რომ ახალი აღმოჩენა არ იყო ეს პრომეთეს მღვიმე, მაგრამ რა ვიცი, იქნებ ვინმე ჩემსავი ჭურში ზის და არ უნახავს აქამდე. მოკლედ გირჩევთ, დასავლეთში თუ მოხვდებით, მოინახულოთ, ძალიან ლამაზი ადგილია. ამ ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. თუ ახალი ხარ გამოიწერე არხი და გახდი ძმა იმ წამსვე ხო ეს ახალი მიმისავითაა რომელსაც ფორსავთ. ყველა ჩემი გამოწერები უკვე ძმა ხართ. მოკლედ ხო ზაკრუგლია ამის არა. დალაიქე ეს ვიდეო და მიიღებ ერთ პრომეთეს რამდენიმე წუთში. Lay it down, let me see your hand. Show me what you got. You're always talking, but you're not playing. It doesn't match your face.